როგორ დავამატოთ ეს სტუდიუმში ეკრანის ჩაწერის დროს ჩვენი გამოსახულება, ანუ როგორ გადაიღოს კამერამ ჩვენს და აგრეთვე შეგაჩვენებთ როგორ დავამრგვალოთ ან ვიცეთ შესაბამისი ფორმა ნებისმიერ ჩვენს ამ კამერას სადაც ჩვენ ჩავდივართ. პირველ რიგში შევდივართ სცენაში და ვამატებთ ახალ სცენას. შემდეგ შექმნილ სცენაში გადავიდეთ სოლში და ვამატებთ display, ანუ ეკრანის გადაღება. აქ უნდა ავირჩიოთ აუცილებლად ზრდას ვიწერთ, დაიწყოს ჩაწერა და შემდეგ ვამატებთ უკვე ვიდეო capture device, ანუ ეკრანის ჩაწერას ვამატებთ. აქ შეგვიძლია ნებისმიერი სახელი თითოთ და ოკეი. შემდეგ ამოჩენთ პანჯარაში აქ შეგვიძლია ნებისმიერი პარამეტრი თითოთ. უბრალოდ ოკეის მოწმობთ, თუ აქვს დაყენება არ გვინდა და როგორც ხედავთ, ჩვენი გამოსახულება უკვე ჩვენი კამერა, ჩვენი მოწყობილობის კამერა იწერს ამ და ჩავართ ჩვენც უკვე. ეხლა რაც შეეხება თვითონ გამოსახულების ფორმას, აქ როგორც ხედავთ, არის მართკუთხედი ფორმის. იმისათვის რომ ეს არ იყოს მართკუთხედი და იყოს მრგვალი, მაგალითად ამ ნებისმიერ ფორმა შეგვიძლია ვუწევთ გულის ფორმა, რაღაცა ნებისმიერ ფორმა. ამისათვის გადავდივართ ვაწყაპებთ ჩვენს შექმნილ უკვე ბანამდე დაწყებულ შექმნილ ვიდეო capture device-ზე და აქ ვირჩევთ მარჯვენა ღილაკზე ვაწყაპებთ გამოჩნდება მენიუ და filters ვაწყაპებთ და ამ ფილტრში უნდა მოძებნოთ image mask. აქაც ჩვენ ოკეის ვაწყაპებთ და უნდა ავირჩიოთ ჩვენი სურათი, რომელსაც აქვს შუაში მაგალითად მოკლედ უნდა იყოს სურათი ისეთი, რომ კონდეს შუაში მრგვალი ან გულის ფორმა ან ნებისმიერი რაღაცა რის ფორმაც შეიძლება და უნდა კონდეს შუაში ან ორი ფერისგან უნდა შედგებოდეს, უნდა იყოს ან თეთრი ან შავი ან სხვა ნებისმიერი მოკლედ ორი ფერისგან უნდა შედგებოდეს და ამ ორი ფერისგან შემდგარ აი ესეთი გამოსახულება უნდა იყოს მოკლედ. ამ გამოსახულებას ვირჩევთ შემდეგ ჩვენ აქედან და როგორც ხედავთ, კამერამ გამოსახულება მიიღო მრგვალი ფორმა. აქ შემდეგ ვირჩევთ ფერს, რა ფერიც ჩვენ გვაქვს, რა ფერის გამოსახულებაც გვაქვს, რომელი ფერი დაიმაროს. ახლა ჩემ შემთხვევაში გვერდებზე ქონდა თეთრი და შუაში იყო შავი. და ამიტომ ერთ რო იმასქენი, რო ავირჩიე, უბრალოდ ავტომატურად თეთრი არის არჩეული. აქ თეთრი ფერი მოვაჭრა და დარჩა შუაში მხოლოდ ის და ამ შუაში რაც შავი იყო, იქ ჩავარ მე. მე შეგიძლია აი აქ ნებისმიერი ფერი აირჩიო, რა ფერებისგან შედგება შენი სურათი, ეს მასკის სურათი რა. ამის მერე ურავთ ამ პანჯარას და როგორც ხედავთ, უკვე არის მომრგვალებული ჩვენი გამოსახულება, ჩვენი კამერა უკვე გვიღებს მრგვალ ფორმაში. იმისათვის რომ აი ეს ზედმეტი რაღაცეები არ გქონდეს, ამის გამოსწორება შეგვიძლია, აი როგორც ხედავთ, ისევ მართკუთხედი ჩარჩოა, ნაცვლად იმისა რომ იყოს ოთხკუთხედი, თუნდაც შევდივართ ისევ ფილტრებში და აქედან ვაწყაპებთ და ისევ უნდა ავირჩიოთ crop pad დაწერია, crop pad. და აქ left და სხვა მოწყობილობებში შეიძლება სხვა ზომები იყოს, და ჩემთან გარეთად 100 მივუთითებ left-ში და right-ში მივუთითებ 100. ეს ჩამოაჭრის კვირტებზე ზომებს და დატოვებს ისე რომ ოთხკუთხედი იყოს ის კამერა მართკუთხედის ნაცვლად. დავხურავთ და როგორც ხედავთ უკვე მრგვალის გარშემო არის ეს. შეგვიძლია კიდევ უფრო მაქსიმალურად თუ გვინდა მაქსიმალური ეფექტის მიღწევა, ეს ძირითადად გამოიყენება სხვა საკითხებში, ამიტომ თუ გვინდა მაქსიმალური
მოწევა შეგვიძლია კიდე შევხედოთ და იმის შესაბამისად მაგალითად 120 120-ზე lows და კიდე უნდა ცოტა 120 როგორც ხედავთ უკვე იდეალურად ეს წრე გამოსახულება კამერის წრე იდეალურად ჩაჯდა და უკვე ოთხკუთხედი ფორმის არის. შეგვიძლია ნებისმიერ ადგილზე გადავიტანოთ, ჩავსვათ ეს ჩვენი გამოსახულება. სულ ეს არის.